Რამდენიმე საათიანი გამოკითხვის შემდეგ გივი თარგამაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა დატოვა. ის უწყებაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს, რომელიც სხვადასხვა პირების მიერ ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას იკვლევს. კერძოდ, საუბარია ერთ-ერთ ტელეეთერში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ირანული უნივერსიტეტის ფილიალის საქართველოში ფუნქციონირებას შეეხებოდა. რა კითხვები ჰქონდა სუს თემაზე ნათია ქენქაძე მუშაობს, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება. ნათია, რა კომენტარს აკეთებს პოლიტიკოსი? შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დატოვების შემდეგ გივი თარგამაძემ გააკეთა დაახლოებით ისეთივე კომენტარი მედიასთან, რაც შესვლამდე, მისი თქმით, მიაწოდა სრული ინფორმაცია გამომძიებლებს, ადვოკატის თანხლებით იმყოფებოდა ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაახლოებით 3 საათის განმავლობაში პასუხობდა გამომძიებლების კითხვებს და როგორც თავად ამბობს, ამომწურავად გასცა მათ კითხვებს პასუხი და კიდევ ერთხელ განუმარტა ის, რაც თქვა მედიასთანაც, რომ მის მიერ ტელეეთერში გაკეთებული განცხადება ეყრდნობოდა საჯარო წყაროებით გავრცელებულ ინფორმაციას, კონკრეტულ ფაქტებს და მისი თქმით ამ ფაქტებთან დაკავშირებითაც ისაუბრა. გივი თარგამაძე ამბობს, რომ ის რომ საქართველოში ფუნქციონირებს სანქცირებული ირანული უნივერსიტეტის ფილიალი არის ფაქტი და ასევე მისი თქმით კონკრეტული ფაქტები, რაც შეეხება ეთნიკურად არაქართველი, მაგრამ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ წარმოებულ გამოძიებას ტერორიზმის მუხლით, ასევე გაუმეორა გამომძიებლებს. გივი თარგამაძე დარწმუნებულია, რომ არც მისი და არც სხვა პირების განცხადებები ქვეყნის იმიჯს და ინტერესებს არ აზიანებს, იმის თქმით, სულ სხვა საფრთხეები და გამოწვევები არის ახლა ქვეყნის წინაშე და თulis რომ ამითი უნდა იყოს დაკავებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომ მზარდ ირანულ გავლენებს შეუშალოს ხელი და არ იდოს ქვეყანას კონკრეტული საშიშროება, როგორც თავად ამბობს, სწორედ ეს იყო მისი мотиваციაც მაშინ, როდესაც ტელეეთერში ამ ფაქტებზე საუბრობდა. ჩემი პასუხი არის ერთმნიშვნელოვანი, შევეცადე ამეხსნა ის, რომ ქვეყანას უნებს ის, რაც ხდება და რის პრევენციაც ვერ ხერხდება. 4 ფაქტია მიჯრით მომხდარი 1 წლის განმავლობაში, მეტად ამადასტურებელი ფაქტი გინდათ, რომ 2 მკვლელობის მცდელობა, 1 ჟურნალისტის ამერიკაში, 1 მთავარი რაბინის აზერბაიჯანში და 2 ჯაშუშობა ირანის სასარგებლოდ ნატოს ერთი და იგივე ბაზაზე საბერძნეთში, ეს ზედიზედ 4 ფაქტი, ეს არ არის ფაქტი. საქართველოს მოქალაქე არის ყველა ქვემოქართლიდან აზერბაიჯანული წარმოშობის, რომელიც უკავშირდება ამ უნივერსიტეტს. ეხლა მეტი რა ფაქტი გვინდა? რაც შეეხება საფრთხეებს, რასთან დაკავშირებითაც ეხლა დაკითხვის დროს უშუალოდ მიდიოდა ყველა დეტალზე ყურადღების გამახვილება, ბუნებრივია თითოეული ჩვენგანის, აქ მყოფი ჟურნალისტების, აქ მყოფი ოპერატორების, აქ მყოფი გამლელი ადამიანების, აქ მომუშავე ხალხის თუ აქ დაკითხული პირების ყველას ინტერესში შედის ამ ქვეყანაში, ვინც კი ვცხოვრობთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ისლამური ფუნდამენტალიზმი არ გავრცელდეს და რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უსაფრთხო და თავისუფალი. 319 მუხლით აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიებას, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის, ან უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციისთვის სრულ საქმიანობაში ხელშეწყობას. 6 ადამიანია უკვე გამოკითხული ამ საქმეზე, რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია. 3 საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი სამართლის თანდასწრებით გუბას სანიკიძე, თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი, 3 კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გია ხუხაშვილი, ვახტანგ კაპანაძე და დღეს უკვე გივი თარგამაძე. ამ პირების გამოკითხვაზე დაბარების თაობაზე თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა გასულ კვირას ინფორმაცია, ჯერჯერობით ჩვენთვის არ არის ცნობილი, დასრულდა თუ არა ეს პროცესი, თუ შესაძლებელია გამოსაკითხ პირთა სია კიდევ უფრო გაფართოვდეს. მადლობა, პირდაპირ ეთერში ნათია ქენქაძე საუბრობდა.